ბიჭო. ო, კაი რა რაგჭი შენ გეჩქარება სადმე? ეჩქარება რა შუაში. რაც რომ მალე მოვაყომარებთ უკეთესი არ არის? კაი და რას ხმუტავ მოვა რა. ბაზარი არ ველოდით. ისე ბიჭო ძალიან დიდხანს დააგვიანა. ხო არ დავავიწყეთ ვაფშე. არა, ეგრუჯაბ ეხა დავავიწყდეთ და რა. просто უეჭველი რამაზე არ უშვებს რა. აუ მომსვლელი აქამდე მოვიდოდა რა ძმაო, რა გეუბნები ვიცი ის ადგილი სადაც არის და ჩვენ თვითონ წავიდეთ. კაი, დაწნარდი 1-10 წუთს დავოლოდ და მე გავიდეთ რა. ჩვენც არ მომისმინე. ეს ბიზნესი არის შენი. მამა შენმა. რამაზა გაჩუქა შენ. და ვიღაცა ბახს, კლევი, რატო ველოდებით ვერ ხვდები ძმაო? ისე შენ ხარ უფროსი თუ ეგ ძმაო. და ბიჭო, რამაზას უფრო მაგრა არ გაუსწორდება ჩვენ თვითონ ყველაფერს რა უთიდო მოვაყომარეთ? რავი ძმაო. ისე რა დღეში ეყოლება რამაზას ეგ? ბიჭო და ზუსტად სად უნდა მივიდეთ იცი? ვიცი ძმაო. კაი, წავიდეთ მაშინ. წავიდეთ, ადი. ერთით. სხვა შორის ძალიან კარგი ღვინოა. თუ შეიძლება გთხოვთ. სპეციალურად შევარჩიე დღევანდელი შეხვედრისთვის. დაგემოვნეთ. შესანიშნავია. მეგონა ბატონი რამაზიც იქნებოდა მოლაპარაკებაზე. ბატონი რამაზი დღეიდან აღარ ფიგურირებს ამ საქმეში. ეხლა მე ვიქნებ. ძალიან კარგი. მოკლედ ჩვენი ინტერესია რომ თქვენი ტექნიკა ვიგირავთ. უთითქოთ რჩება. ადრე თქვენ კომპანიასთან მუშაობდით და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყვანეთ. იმედია ამ ტრადიციას ევარსანებთ. არავითარ შემთხვევაში. ახლა შევხვდით ერთმანეთს. ფიქრობ რომ ჩვენ შემოთავაზებაზე უარსანებთ. უბრალოდ ფულზე დავილაპარაკეთ. იო, ჩვენ მზად ვართ. ფულზეც არ ამგონია, მეგონი არ იქნება პრობლემა. მოკლედ დღე $1500. ჩვენ პრინციპში მაგ თანხას ვიღებთ. პირველ ნახევარს სამუშაოს დაწყების წინ გადმოგვიცხავთ, მეორე ნახევარს სამუშაოს დამთავრების შემდგომ. და თანხის პირველ ნაწილს დღეს გადმოვიწყოთ, ხო? ეს ვერ მოისწრება. თქვა დაგიჭირება კანონებს. ძალიან კარგი, მეგონი შევთანხმდით. ჩვენ კიდე